მადლობა ძვირფასო მაყურებელო. მამისა და ძისა და სულისა წმინდის სახელით ჩვენ დღეს ვისაუბრებთ წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ღვაწლზე. ჩვენი ეკლესია სამოციქულოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკლესია დაარსებულია მოციქულის მიერ. სიტყვა მოციქული არის ციქუა, ნიშნავს ციქუას და ეს არის შუამდგომელი. ანდრია პირველწოდებული არის პირველი მოწაფე, პირველი მოციქული ჩვენი უფლის იესო ქრისტე ნაზარეველისა და ამიტომ არის პირველწოდებულად წოდებული, ამიტომ აქვს მას ეს დიდება მინიჭებული. ანდრია პირველწოდებული დაბადებულია ჩვენს წელთა აღრიცხვამდე 6 წელს რომის იმპერიაში, იუდეაში. მათი მთელი ოჯახი შემდეგ გადმოვიდა კაპერნაუმში საცხოვრებლად. ისინი მისდევდნენ მეთევზეობას. პატარა ანდრიას ეტყობოდა ღვთისმსიერობა. ის შეიტყობს რა იოანე ნათლისმცემლის შესახებ, გაეცნობა მის ქადაგებას და დაემოწაფება. ანდრია ამის შემდეგ დაემოწაფება ჩვენს უფალს იესო ქრისტე ნაზარეველს. 12-მა მოციქულმა როდესაც გადაწყვიტა კენჭის ყრა ვინსაც წასულიყო საქადაგებლად, კენჭის ყრა ითხოვა ასევე ჩვენმა მარადის ქალწულმა დედაღვთისმშობელმა. მანაც მიიღო მონაწილეობა კენჭის ყრაში და მას წილად ერგო საქართველოში ქადაგება. ის მზად იყო წამოსულიყო საქართველოში და მას ეცხადება უფალი, თავისი მხოლოდშობილი ძე, რომელიც კურთხევას მისცემს, რომ წამოვიდეს არა თვითონ დედა საქართველოში, არამედ მოციქული ანდრია და მას გამოვატანოს ხელთუქმნელი ხატი. დედაღვთისმშობელი გამოღვიძების შემდეგ ანდრიას გადასცემს უფლის კურთხევას. მიატაინებს ფიცარს, ჩამოიბანს დედაღვთისმშობელი სახეს და მიიდებს სახეზე ისე ფიცარს, სადაც გამოისახება თავად დედაღვთისმშობელი და ყრმა მაცხოვარი. აი ამ ხელთუქმნელ ხატს გადასცემს ანდრიას, მისცემს კურთხევას საქართველოში წამოსასვლელად და ანდრია მოდის საქართველოში. ანდრია პირველად შემოდის ქვეყანასა სამეგრელოსა, რომელსაც ქვია ტრაპიზონი. მიუხედავად ამ ხალხის ურწმუნოებისა, ანდრია უქადაგებს და მოაქცევს ღვთისკენ. იქ ცოტა ხანს გაჩერდება და გამოეშურება შავი ზღვისპირეთის მხარეს. მიადგება სოფელ დიდაჭარას. დიდაჭარაში დახვდება მას დიდი ურწმუნოება. როგორც იტყვიან ხოლმე, ადამიანის რწმენისთვის საჭიროა სასწაული, აი ეს სასწაული დაუშვა ღმერთმა სოფელ დიდაჭარაში. მოციქულმა ანდრიამ, სადაც დააბრძანა დედაღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, იქ ამოვიდა წყალი. ეს პირველი სასწაული. მეორე იყო ის, რომ ამ წყალს ჰქონდა კურნებადი თვისება და აი ამ ორმა დიდმა სასწაულმა აჭარელი ხალხი მოაქცია ღვთისკენ. მოციქული ანდრია ამ ადგილას ააშენებს ტაძარს თავისი ხელით, დანიშნავს მოძღვარს, დაუდგენს წესჩვეულებას, იქ დაჰყოფს დიდ ხანს და შემდეგ დატოვებს სოფელს. ამის შემდეგ ის მიდის ფერსათის მთაზე. ფერსათის მთაზე ანდრია ააგებს ჯვარს. ფერსათის მთიდან როდესაც ჩამოდის, შედის სოსანგეთში. სოსანგეთში დახვდება ცუდი ამბავი. იქ გამგებელ ქვრივ ქალს გარდასცვლია ერთადერთი ვაჟი, რომელი
ქალბატონიც იყო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი, რადგანაც მისი ღმერთი არ იუწყებოდა მომავალი ცხოვრების შესახებ და ქალს, რომელსაც მეუღლე დაკარგული ჰყავდა, ერთადერთი ვაჟი გარდაეცვალა, იმას ეს ცხოვრება აღარ უნდოდა. მის ყურამდე მიაღწია ამბავმა, რომ სოფელში შემოსული იყო მლოცველი კაცი, რომელსაც ხელში ჰქონდა ხატი, ბრწყინავი და სასწაულებს ახდენდა. ამ ქვრივმა შვილმკვდარმა დედამ ამ ამბავის გაგებისთანავე მიიღო ეს სიტყვა, დაიჯერა, თვითონვე ესტუმრა ანდრია მოციქულს. მოусმინა ქადაგებას, მოინათლა. ანდრია მოციქულმა ღვთის ძალით და თავად ამ შვილმკვდარი, ოღონდ მონათლული დედის რწმენის საფუძველზე ღვთის შეწევნით გააცოცხლა მისი გარდაცვლილი შვილი. გახარებული დედა აცნობებს ამ ამბავს სამცხის მთავრებს. სამცხიდან ხალხი თავად იახლა ანდრია მოციქულს. ისინი გაქრისტიანდნენ, მაგრამ იყო ხალხის ის ნაწილი, რომელმაც ქრისტიანობა არ მიიღო და გაცოცხლებული ვაჟის სასწაული კერპს მიაწერა. ანდრია მოციქული დედა ღვთისმშობლის ხელთუქმნელ ხატს დააბრძანებს საკერპეთში, ახლად გაქრისტიანებულებისა და კერპთაყვანისმცემლების თვალწინ. ორივე მხარე იმ ღამეს ლოცულობდა თავისი ღმერთის მიმართ. ღმერთს ეხვეწებოდნენ ისინი, რომ სიმართლე გამშღავნებულიყო დილით, რომელი იყო მართალი ღმერთი. გარეშრაზე საკერპეთის კარების გაღების დროს ნახეს, რომ კერპები სულ დამტვრეული იყო და მთელი იყო დარჩენილი დედა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც ბრწყინავდა. რა თქმა უნდა, კერპთაყვანისმცემლებს ეს არ მოეწონათ, ძალიან დაყრდნდნენ და ახლად გაქრისტიანებულები მოციქულ ანდრიასთან ერთად დღესასწაულობდნენ. ანდრია მოციქული ამ ადგილზე ააგებს ტაძარს, დააბრძანებს დედა ღვთისმშობლის ხელთუქმნელ ხატს, რომელიც ცნობილია აწყურის დედა ღვთისმშობლის სასწაულმომქმედი ხატის სახელით. ანდრია მოციქული დალოცავს აწყურის მაცხოვრებლებს, მათ აწმყოს, მათ მომავალს და განეშორება. ანდრია პირველწოდებული შემდეგ შედის ქვეყანასა ჯიქეთსა, სადაც ისეთი ხალხი დახვდება, რომელიც ანდრიას სიკვდილსაც შეეცდება. ანდრია მოციქულმა იცის რა, რომ ყველაფერს თავისი დრო გააჩნია, განეშორება ჯიქეთს, რადგანაც მიხვდა, რომ მათი გაქრისტიანების დრო ჯერ არ იყო. ამის შემდეგ ანდრია მიდის ქვეყანასა სქვიდსა, ის გადის რუსეთში. ბოლოს ანდრია პირველწოდებული გაანათლებს საბერძნეთს, საბერძნეთის ქალაქ პატრას. მაგრამ ღვთის კი არ მოექცევა ამ ქალაქის მმართველი ეგარტი. პირიქით ის გასცემს ბრძანებას მოციქულ ანდრიას სიკვდილით დასჯისა. ანდრიას გააკრავენ ჯვარზე. ჯვარზე გააკრავენ არა ლურსმნებით, არამედ თუკით დაუბამენ კიდურებს, რადგანაც თუ ლურსმნით გააკრავდნენ, მაშინ სისხლისგან დაცლის დროს იოლად გარდაიცვლებოდა, შედარებით იოლად, ვიდრე თოკით მიბმული. ანდრია მოციქული ჯვრიდან ქადაგებდა. ხალხმა მოითხოვა
მისი გათავისუფლება. მაგრამ ანდრია გარდაიცვალა ჯვარზე. მმართველის იგარტის მეუღლემ ჩამოხსნა ჯვრიდან ანდრია მოციქული და გააპატიოსნა. უნდა ითქვას, რომ ანდრია მოციქულმა იქადაგა არა მხოლოდ ჩემს მიერ დასახელებულ ადგილებში. ის ქადაგებდა სხვადასხვა ქვეყანაში, ქვეყნიდან ქვეყანაში გადასვლის გზაზეც კი. ანდრია საქართველოში 3 გზის არის შემოსული. მესამედ შემოსვლის დროს მასთან ერთად შემოვიდნენ მოციქულები სიმონ კანანელი და მატათა, ასევე ბართლომე, თადეოსი და პეტრე. შეიძლება ითქვას, რომ ანდრია მოციქულის თავზე წისქვილი არ დატრიალებულა, მაგრამ მას შეხვდა უამრავი განსაცდელი. შეხვდა დასახლება ანთროპოფაგებისა და კინოკეფალებისა, კაციჭამიებისა და ძაღლისთავიანებისა. ანდრია მოციქულს მოუხდენია სასწაულები, უამრავი თევზის დაჭერა, კლდიდან წყლის გადმოსვლა, ხეიბრების განკურნება, მიცვალებულის აღდგენა. ანდრია პირველწოდებულთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან საინტერესო ისტორია. მე-11 საუკუნეში ანტიოქიის პატრიარქს თეოდორეს გაუჩნდა სურვილი ჩვენი ეკლესიის ქვეშევრდომობისა. გიორგი მთაწმინდელმა მაშინ დაიცვა ჩვენი ეკლესიის პირველობა. მან განაცხადა, რომ კი ვართ პეტრეს ეკლესიის ქვეშ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ ანდრია პირველწოდებულის მიერ მოწოდებული სიტყვით განათლებული. ამიტომ მომწოდებელს ემორჩილება მოწოდებული. და აი ზუსტად ამიტომ ჩვენი ეკლესია არის პირველი. ჩვენ ვართ პირველი ქრისტიანები მათთან შედარებით. ზუსტად ღვთისგან გვაქვს ნაბოძები ეკლესიის ავტოკეფალობა. ანდრია მოციქულმა გააქრისტიანა ასევე ქვეყანა კაბადოკია. კაბადოკია, სადაც დაიბადნენ და აღიზარდნენ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივად გამაქრისტიანებელი წმინდა ნინო და ჩვენი ქვეყნისა და სრულიად მართლმადიდებლობის მცველი დიდმოწამე წმინდა გიორგი.